რაც არ უნდა მაგ შენმა მოგებამ მაგ უაზრო revenge trading-ის მერე აი წააგე და გაბრაზდი და მერე უფრო მაღალი რისკი დაიწყე, ხო? რაც არ უნდა მაგან შედეგი გამოიღოს და შენ მაგით მოიგო ეგ ტრეიდი, ხო? იმას უნდა ანალიზებდე, რომ შენ ახლა გაქვს ცუდი ჩვევა. შეიძლება გეთქვა, რომ აი სიტუაციები განვიხილოთ. შეიძლება გეთქვა, რომ აი მე ახლა იქ კი გავაკეთე ეგ რა, მაგრამ ვიცი რომ ცუდია და მოდი აღარ გავაკეთებ. ნუ დაუშვათ სიტუაცია, რომ მოიგე პირველივე ტრეიდი ფანდეზე, ხო? იტყვი რომ კარგად მივდივარ, აღარაფერი აღარ მაწუხებს, ის ფსიქოლოგიური პრობლემები წარსულს ჩაბარდა, შეიძლება ეგ გეთქვა რა, მაგრამ მომენტი მოვა. აი მომენტი მოვა, როცა აი შენ მაგ ტრეიდს წააგებ, ერთ ტრეიდს წააგებ. კაი, ერთი ტრეიდმა შეიძლება ერთი ტრეიდიც კაი, შეიძლება ერთ ტრეიდზე თქვა, კაი, ეს ჩოლური წაგებაო რა. მე აღარა ვარ ის ადამიანი, ვინც ვიყავიო ბჭყალებში, რო ვთქვათ, შეიძლება ეგ თქვა. მაგრამ მოვა მეორე ტრეიდი. მეორე ტრეიდი რომელსაც წააგებ, რაც ჩოლებრივად შეიძლება ნორმალური ტრეიდი ყოფილიყო და წაგიგო. მანდ უკვე გერხევა. მან ნერვები გეშლება. მანდ უკვე ის ყველაფერი გავიწყდება, რასაც შენ თავს დაპირდი. და მერე, ხო, იწყებ კიდევ იგივეს გამეორებას, იმიტომ რომ შენ ფსიქოლოგიაში, შენ ტვინში, ქვეცნობიერში გააქვს ის, რომ მაშინ ამან იმუშავა და მოდი დღესაც წავაგე, ხო? ამოვიღებ ამ წაგებას და ისევ თავიდან დავიწყებ წესიურად ტრეიდს. ეგ იქნებოდა შენ ტვინში. მაგრამ ეგ უკვე ამჯერად აღარ გამართლდებოდა.